საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე იწყება ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც სატყეო სფეროს სპეციალისტებს გადამზადებას ისახავს მისნად. 8 კვირიანი კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ და საველე სწავლებას. მათ შორის ტყის მართვის გეგმის მომზადებას პროგრამაში რეგისტრაცია 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ხოლო სასწავლო პროცესი 3 ივნისიდან 24 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი განკუთვნილია სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებისთვის. Რამდენად მნიშვნელოვანია დღეს კვალიფიციური მეტყევეობის ჩართულება ტყის მართვის პროცესში და რა საჭიროებამ განაპირობა პროგრამის დაწყება, თემაზე ვცლად სტუმართან ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან კარლო ამირგულაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ტყის ინვენტარიზაციაზე მე და თქვენ არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის ამ ეთერში. თუმცა მაშინაც მახსოვს, რომ დაგისვით კითხვა, სად პოულობთ ამდენ კარგ კადრს, რომელმაც ეს მიმართულება სწორად უნდა შეაფასოს და უზრუნველყოს. ეხლა უკვე სასწავლო პროგრამა. რას მოიცავს ეს რომ განმარტოთ და რეალურად რამდენად იქნება ან რამდენად ხედავთ რომ არსებობს ინტერესი ამ მიმართულებით და ვინ შეიძლება იყოს აი ამ პროგრამის და პროექტის მონაწილე? მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვისაუბრია ამ თემაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტყეები. 45% ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის არის ტყით დაფარული, სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მათი აღრიცხვა არის ეროვნული მნიშვნელობის მიმართულება. აქედან გამომდინარე, ინტერესი ყოველთვის იყო, თქვენ იცით, რომ კანონმდებლობის მიხედვით ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ ინვენტარიზაციას, 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს ტყის ინვენტარიზაციას, რომლის რეზულტატიც არის ტყის მართვის გეგმა და სხვათა შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივაა და იდეაა სწორედ რომ შექმნილი იყო სპეციალური სასწავლო პროგრამა მუდმივი მომზადება გადამზადებისთვის, სწორედ სპეციალისტების მოზიდვის მიზნით, რადგანაც სწორედაც ეს მიმართულება იყო გარკვეულწილად დეფიციტური ჩვენ ქვეყანაში. ეხლა რამდენი გვჭირდება, რამდენი ყავს, რამდენი გვჭირდება და რა პერიოდში უნდა მოვამზადოთ ეს სპეციალისტები, რომ დაუშვათ ის პროექტი, რომელსაც ინვენტარიზაციას, მე მათ მთლიანად შესწავლას და დაცვას და ასე შემდგომ გულისხმობს, ყველაფერი ეს გადახორციელონ. ანუ დროის მე მეჩვენება, რომ დრო საკმაოდ არ გაქვთ, შემჭიდროებული ვადები გაქვთ ამ ნაწილში. აი რამდენად შესაძლებელია ამის სწრაფად უზრუნველყოფა? მე მგონი ამ პროგრამის მიზანიც ეს იქნება, რომ დაახლოებით 6 კვირიანი კურსია, იცით რომ გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც სახელმწიფო აღიარებს, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მომიჯნავე სატყეო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები დამთავრებული, ბაკალავრიატს გულისხმობ. ძირითადად ესეთი კომპანიები, რომელიც მუშაობს და იღებს მონაწილეობას, შედის ტენდერებში ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, აჭარის სატყეო სააგენტოსთან, რაც ნიშნავს, რომ 3 უკვე მსხვილი სახელმწიფო ორგანო დავასახელე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ამ კადრების არსებობა და აქვე ვიტყვი, რომ პერიოდი რო განსაზღვროთ, დაახლოებით 22%-ზე ჩვენ გვაქვს უკვე ტყის მართვის გეგმები საქართველოს ტერიტორიის და 52-55%-ზე არის ჩატარებული ინვენტარიზაცია. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში და შემდეგ ეს ციკლი უკვე ხელახლა იწყება. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უწყვეტად გვჭირდება სპეციალისტები და კომპანიები, რომელსაც აქვთ შესაბამისი განათლება, აღჭურვილი არიან პრაქტიკული და თეორიული ცოდნით იმისთვის, რომ ჩვენ ეს მომსახურება გაგვიწიონ. დაწყებული პრაქტიკით, საველე სამუშაოებით, ეს ეხება ხარისხობრივი მონაცემების აღებას, ტყის გაზომვას, შეფასებით ნაწილს და შემდეგ ტყის მართვის გეგმების მომზადებას, რითაც შემდეგ ჩვენ ტყის მართვის ორგანოები თავის მხრივ ესე იგი იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური დაგეგმვისთვის, აღსრულებისთვის. ეს ეხება ტყის მოვლაღდგენასაც სხვათა შორის და დეგრადირებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებასაც და ტყით სარგებლობასაც ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით. აქ თავად ნაწილამდე მივდივართ. არის ინტერესი და რამდენად აქვთ მათ შორის თუნდაც საინტერესო ახალგაზრდებს, რომ ეს მიმართულება შეისწავლონ. მე ხა ჩემი შესწავლილ ნაწილში ვახსენე, რომ ამ მიმართულებაზე მყოფ ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები. აი რამდენად რეალურად გესახებათ, რამდენია ასეთი პირი, რომ დაუშვათ აი ამ პროგრამაში აქტიურად ჩაერთონ და შესაძლებელია თუ არა შემდგომ წლებში დაუშვათ ეს პროგრამა სახე იცვალოს ან უფრო გამარტივდეს. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს უკვე არის გამარტივებული პროცესი, ვინაიდან საუბარი როდესაც იყო საბაკალავრო სწავლებაზე, მეტყევები ამ მიმართულებას სწავლობენ, ეს არის სატყეო მეცნიერება, სწავლობენ რამოდენიმე წელი უნივერსიტეტში. ჩვენ ახლა გვინდა რომ თქვენ თქვით, რომ მოკლე დროში მეტი სპეციალისტი დავიმატოთ ჩვენ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ არის ინტერესი, იქიდან გამომდინარე, რომელი პირები ვინც დარეგისტრირდნენ, ესენი არიან
ძირითადად უფრო ბაკალავრის დამთავრებული ბაკალავრის დიპლომის მქონე პირები და ვფიქრობ, რომ ანაზღაურებაც არის საკმაოდ ადეკვატური. მე მგონია, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ გადაცემითაც ჩვენ სარგებლობთ შემთხვევით, რომ ფართო საზოგადოებას უთხრათ, რომ დღეს გაიხსნა უკვე რეგისტრაცია 31 მაისამდე გაგრძელდება რეგისტრაცია 21 დაინტერესებულ პირზე 21 სტუდენტზე იქნება გათვლილი სატყეო სკოლა. სწავლა როდიდან დაიწყება? სწავლა დაიწყება 4 ივნისს და გაგრძელდება 24 ივლისამდე. დაახლოებით 1 თვე 6 კვირა იქნება სწავლის პერიოდი, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ სწავლებას, ეს იქნება ბაკურიანსა და მცხეთაში, ისე თეორიულ სწავლებას უკვე განათლების გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრში. აქვე უნდა ითქვას, რომ მთლიან ამ პროცესს აორგანიზებს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, სწორედ მის ვებგვერდზე შეუძლია რომ დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიზიონ და ეს მთლიანი პროცესი, როგორც თქვი, იდეა მოდის ეროვნული სატყეო სააგენტოდან, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი თავის კომპეტენციის ფარგლებში აკეთებს აი ამ მოდულების ორგანიზებას და შემდგომ უკვე მთელი ამ პრაქტიკული და თეორიული სწავლების პროცესის ხელმძღვანელობას განათლების სამინისტროს შესაბამის სააგენტოებთან თანამშრომლობით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა დაინტერესდება, რომლებიც შეიძლება რომ არ ქონდეთ მხოლოდ სატყეო განათლება და მომიჯნავე გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის მიმართულებები და მათთვისაც არის სწორედ ეს გათვლილი, რომ მათაც შეისწავლონ ეს უნარები, რითაც მოხდება ტყის ინვენტარიზაცია, ტაქსაციის პროცესი და შეძლებენ შემდგომში დასაქმებას. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ გითხოთ, რა ეტაპზე თქვით ნახსენთ დასაწყისში რა ვითარება ინვენტარიზაციის მიმართულებით და თქვით, რომ კიდევ მომდევნო რამდენიმე ათეული წელი ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გვექნება. რა ეტაპზეა ტყის ინვენტარიზაცია და შესაბამისად სად ვართ ამ მოცემულობით? ამ ეტაპისთვის საკანონმდებლო მოცემულობა და ვალდებულებაა, რომ ჩვენ ინვენტარიზაცია უნდა გქონდეს ჩვენი ტყეების. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ტყეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, როგორც აღნიშნე 22%-ზე არის ტყის მართვის გეგმები მომზადებული. ტყის მართვის გეგმა მომზადებული ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ინვენტარიზირებული ესათვის ტერიტორია და ტყის მართვის გეგმის შესაბამისად მართავთ ტყეს. დაახლოებით 55%-ზე არის საველე სამუშაოები გაკეთებული, დანარჩენზე საჭიროა რომ მომდევნო წლებში გაკეთდეს და შემდგომ უკვე შემდგომი ციკლი დაიწყება და ამას მინდა დავამატო, რომ საქართველოს ამიერკავკასიაში პირველად განახორციელა 2019-21 წლებში ტყის ეროვნული აღრიცხვა, რომელიც ამ დეტალური ინვენტარიზაციისგან არის განსხვავებული, უფრო მოკლე დროში ტარდება, მთელ ქვეყანას მოიცავს და ზოგად პოლიტიკურ ინფორმაციას გვაძლევს დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების მიზნით ტყეების მდგომარეობის შესახებ. აი ეს მეორე დიდი ეროვნული მასშტაბის ინვენტარიზაცია დაგეგმილია 28 წლიდან, რაც ნიშნავს, რომ პარალელურად დეტალური ინვენტარიზაციებისა, რომლებიც რეგიონების მიხედვით ხორციელდება და სატყეო უბნებით მუნიციპალურ საზღვრებს მიუყვება, შესაბამისად მუნიციპალიტეტების მიხედვით ცხადდება შესაბამისი ინვენტარიზაციები, აი ამის პარალელურად მოხდება ტყის ეროვნული აღრიცხვის დაწყება 2028 წელს, რომელიც ალბათ 2 წლიანი მასშტაბური პროცესი იქნება და მთელ ქვეყანას მოიცავს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს, მე და თქვენ ერთმანეთს უკვე ზეგ შევხვდებით. ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, გილოცავთ ყველას.